განმოგზობ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენი ბოლო საუბარი მსმენელს ემახსოვრება ეხებოდა ლიტურგიკული მწერლობის ჟანრს. შევეცადეთ რამდენიმე ტერმინის განმარტებას, მათ შორის პირველ რიგში ტერმინ ლიტურგიისას, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით საზოგადო მსახურებას ნიშნავს, მაგრამ ქრისტიანულ ტრადიციაში ის ღვთისმსახურების მნიშვნელობით დაიტვირთა და თუ რატომ მოხდა ეს და რა შინაარსი ძევს ამაში, ამის განმარტებისას სხვადასხვა საკითხის შესახებ მსჯელობის აუცილებლობა წარმოჩნდა ჩვენს წინაშე და ყველაზე მთავარი ამ საკითხთა შორის გახდათ თუნდაც მოკლე სახით, მაგრამ აუცილებლად ახლა საღვთისმეტყველო განმარტება იმისა, თუ რა იყო ცოდვიდაცემის საფუძვლები და სათავეები. განვმარტავდით, რომ ბუნებაში ცოდვა არასოდეს ჩადებულა და არც ერთი ქმნილების ბუნება აჩრდილესებრადაც არ გაიკარებდა ცოდვას, შესაბამისად ბუნებისგან უცხოა ცოდვილიანობა და აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ბოროტება არ არის არსობრივი, არ არის ბუნებითი და რომ ის ბუნებაში შეიჭრა გარედან, კერძოდ პიროვნული არჩევანიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე განვმარტეთ, რომ პიროვნული არჩევანის თვისება კი არ არის აქ დამნაშავე, ეს თვისება რომ ყოფილიყო დამნაშავე ბოროტების წარმოშობისა, მაშინ კვლავ უფლისმიერი წარმომავლობა ექნებოდა ბოროტებას, იმიტომ რომ პიროვნული არჩევანის თვისება სწორედ უფალმა დაამკვიდრა ანგელოზებში და ადამიანებში. ამრიგად პიროვნული არჩევანი, როგორც უაღმატებულესი პატივი ღვთისგან გონიერი არსებებისადმი მიკუთვნებული და ცხვნად გაღებული, აი ეს თვისება უკეთურად მოხმარებული გახდა ბოროტების საფუძველი. კვლავ გავიმეორებთ წინა საუბარში თქმულ სიტყვებს, რომ რაც უფრო ძვირფასია საჩუქარი, რაც უფრო ძვირფასია და სათუთია წვენი, მით მეტი მოფრთხილება სჭირდება მას, რომ სიწმინდე არ გაუწმინდურდეს. ანუ ძვირფასი მარგალიტები ძაღლებისა და ღორების ფერხთით არ დაიყაროს, რომ მათ არ შერყვნან ისინი ეს მარგალიტები. ყველაზე დიდი მარგალიტი, რაც ქმნილებას ებოძა, ეს გახდა სწორედ თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა, რაც განუყოფელია. აი ამ თვისებათა და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში აქცენტი თავისუფალ ნებაზე გვაქვს, თავისუფალი ნების, ამ ყველაზე აღმატებული საბოძო არის, ყველაზე აღმატებული საღვთო მარგალიტის უკეთურად მოხმარება, ანუ მისი შერყვნა გახდა ბოროტების წარმოშობის საფუძველი. სწორედ ამაზე გქონდა ჩვენ საუბარი, როდესაც წინა საუბარს ვასრულებდით, რომ პიროვნული არჩევანის თვისება ადამიანს მიეცა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მისი განღრთობა იყოს მარადიული, უფრო და უფრო მარადიულად პიროვნული არჩევანი თავისუფალი ნებით წარემატებოდეს წინ და უფრო აღმატებულ სიკეთეთა და ნეტარებათა მიმღები იყოს, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ ქმნილება საკუთარი ნებით საღვთო ნეტარებისგან განდგომას ირჩევს, რა თქმა უნდა, ამ განდგომის და შესაბამისად გაუკეთურების მოთავე უკვე თვითვეა და დამნაშავეც სწორედ ეს ქმნილება და მხოლოდ ის, რომელმაც უაღმატებულესი წვენი ვერ ისათნოვა, ვერ შეირგო და შეგნებულად გააუღმართა ის. ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ, რომ პიროვნული არჩევანი ჰქონდა იმ უკეთურ ძალასაც, რომელიც გაუკეთურებამდე ანგელოზი იყო და ერთ-ერთი დაწინაურებული ანგელოზთა შორის, რომელსაც ეწოდებოდა ლუციფერი, ანუ ეოსფოროსი ველურად ქართულად მთიები. პიროვნული არჩევანის არაწესისამებრ მოხმარება გულისხმობს შემდეგს. იმ ძალამ, რომელიც შემდეგ უკეთურების მოთავე გახდა, საკუთარი თავისთვის განიკუთვნა ის ღირსებანი, რაც მას ღვთისგან ჰქონდა მობოძებული. მას ამ ძალას არ ეჭაშნიკებოდა, შეგვიძლია ასე ვთქვათ, მასში არსებულ ღირსებათა მისგან დამოუკიდებელი წარმომავლობა, რომ თვითონ კი არ იყო მის სათავე, არამედ საჩუქრად რომ ებოძა მას ეს ყოველივე. აი ეს არის ყველაზე არსებითი, ყველაზე ხაზგასასმელი, როდესაც გვინდა ახსნათ ბოროტების წარმოშობის საფუძვლები. ეშმაკმა გადაწყვიტა, რომ თვით მოეხვეჭა, საკუთარი თავი წარმოეჩინა, საკუთარი თავისადმი განეკუთვნა ის სიკეთენი, რაც მას მხოლოდ და მხოლოდ ღვთისგან ჰქონდა ბოძებული. ეს როგორ გამოვლინდა მასში? ეს გამოვლინდა იმ კუთხით, რომ ის უმადური გახდა შემოქმედისადმი, მადლიერება დაჰკარგა შემოქმედისადმი. შემოქმედის დიდებისგან და განდიდებისგან მისი გული გაუმეცარდა, დაშორდა საღვთო ლიტურგიას,
რაც მარადიულად აღევლინება კეთილანგელოზთან ღვთისადმი და ეს გახდა მისი საფუძველი. სწორედ ამის წარმოჩენა იყო ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი, რომ ყოველგვარი ბოროტებისა და ცოდვიდაცემის საფუძველი გახლავთ უმადურობა, მადლიერების დაშრედა ქმნილებაში, შემოქმედისადმი მადლიერების დაშრედა. ისე როგორც ამ ყოფით ცხოვრებაში, როდესაც ვინმე სიკეთეს გავუკეთებთ და მისგან ჩვენ მხოლოდ მადლიერების გამოხატულება გვესაჭიროება და ესეც გვესაჭიროება არა ჩვენთვის, არამედ დასადასტურებლად იმისა, რომ ეს ქმნილება, ეს პიროვნება, რომელსაც სიკეთე ვუყავით, გულით წმინდა, კეთილშობილია და გვახარებს კეთილშობილთა არსებობა და ადამიანში კეთილშობილობის დადასტურება, ამგვარადვე უზენაესი და უაღმატებულესი აზრით, როდესაც ღვთისადმი დიდება აღევლინება, იქნება ეს დიდება აღვლენილი ანგელოზთაგან თუ ადამიანთაგან, ღვთისთვის, ღვთის არსებობისთვის რაიმე საჭიროების მქონე კი არ გახლავთ, არამედ ღვთის წინაშე დადასტურება იმისა, რომ ამ ქმნილებებს, რომლებიც დიდებას აღავლენენ, ჯერ კიდევ არ დაშრედიათ მადლიერება, კვლავაც მადლიერებით ავხსებულნი არიან და შესაბამისად საღვთო კეთილშობილების ნიშანს აღიბეჭდავენ. ამრიგად, ვიდრე ქმნილება გულით აღავლენს დიდებას ღვთისადმი, მანამ ის ღვთის ქმნილება საღვთო კეთილშობილებით და შესაბამისად ღვთისადმი მადლიერებით აღსავსეა. რა წამს დაშრეც ესა თუ ის ქმნილება ღვთისადმი მადლიერების გამოხატვას, ანუ ღვთისადმი დიდების აღვლენას, ის უკვე გაუკეთურებულია ღვთისგან და შესაბამისად საღვთო ქმნილებად მას უკვე ვეღარ დავსახავთ, ის დაცემულია, ცოდვით სავსეა. ამიტომ ვამბობდით, რომ როდესაც ანგელოზები განადიდებენ უფალს, ეს საჭირო არა ღვთისთვის, არამედ უმალ ამ ანგელოზებისთვის, იმიტომ რომ ისინი ადასტურებენ ღვთის წინაშე მათ ღვთივ წარმომავლობა და კეთილობა აბსოლუტურად ერთი და იგივეა, იმიტომ რომ მხოლოდ კეთილობაა ღვთივ წარმომავლობა, რომ ისინი კვლავ კეთილნი და კეთილშობილნი არიან, კვლავ მიმღებნი უფლისმიერი სიკეთისა და შესაბამისად უფლისმიერი სიკეთეს კვლავ და კვლავ უფრო მომეტებულად და უფრო მოჭარბებულად უშურველად იღვრება მათზე. ამრიგად უეჭველია, რომ ღვთისადმი დიდების აღვლენა ეს აუცილებლობაა საკუთრივ ამ ანგელოზთა როგორც ღვთის ქმნილებათა არსებობისთვის და ამის გარეშე მათი არსებობა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში სუფალმა შექმნა ისინი, ესე იგი იმ სიკეთეში და ნეტარებაში ყოვლად შეუძლებელია. ამრიგად დიდების აღვლენა ღვთისადმი ესაა ქმნილებათა არსებობის აუცილებელი მასალა, აუცილებელი საფუძველი. ამით ცოცხლობენ, ამით შემტკიცდებიან, ამით იღებენ მარადიულად და უშურველად ღვთისგან სულიერ საფუძვარს ანგელოზებიც და ადამიანებიც. ფიქრობთ, აქ უკვე გამოიკვეთა ის კავშირი ჩვენს ძირითად თემასთან მიმართებით, რაც საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ტერმინი ლიტურგია, რომელიც ქრისტიანობამდე ჩვეულებრივ საზოგადოების სახურებას ამნიშნავდა, ეკლესიურ ტრადიციაში არსებითად ღვთისმსახურების მნიშვნელობით დაიტვირთა, მაგრამ ეს ღვთისმსახურება იგივე საზოგადოებისთვის მსახურებაა და ყველაზე აღმატებული მსახურება საზოგადოებისთვის სწორედ ესაა, იმიტომ რომ ვემსახურებით რა ღმერთს, ვემსახურებით არა იმიტომ რომ ღმერთს ჭირდება ის მსახურება, არამედ უმალ ჩვენ გვჭირდება ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენი ცხონებისთვის არის აუცილებელი. ამრიგად ლიტურგია ესაა მსახურება ღვთის წინაშე აღვლენილი საზოგადოების ცხონებისათვის. ამიტომ ამ გაგებით ეს მსახურება, რა თქმა უნდა, საზოგადოების მსახურების ტოლფასია, ოღონდ მსახურების მიმართულების ობიექტი შეცვლილია იმ ანტიკური გაგებისგან, იმიტომ ანტიკური გაგებით ძირითადად ლიტურგია მართლაც ადამიანებისადმი სრულდებოდა, რომელიმე ადამიანს რომ ემსახურები, ან და საზოგადოებას ემსახურები და კეთილსაქმეს უკეთებ, აი ეს მიმართულების ობიექტი არის შეცვლილი, რამდენადაც უკვე შეგნება ეკლესიური იმ უმწვერვალეს სიმაღლეზეა, რომ თუ ვინმეს მსახურება გინდა, თუ ვინმეს სიკეთე გინდა, თუ ვინმეს კეთილდღეობა გინდა, უფლისმიერი წარმომავლობისა, უფლისგან მომდინარეობისა უნდა იყოს ყოველივე ეს, სხვა წყარო სიკეთეს არ აქვს, სხვა წყარო არ აქვს წარმატებას, როგორც წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ამბობს,
თუ ვინმეს სიკეთეში წარმატება უნდა ღვთისგან არის ეს და თუ ღმერთს არ უნდა ვიზღა შეუძლიას რაიმეში წარემატოს, ამრიგად ყოველივე კეთილდღეობის საფუძველი რადგან მხოლოდ ღმერთია, შესაბამისად ღვთისადმი მსახურებით ყველაზე აღმატებული წესით მიიღწევა იმავე საზოგადოების, იმავე ადამიანის ან და ადამიანთა კრებულის ნებისმიერი სასიკეთო წინსვლა, ნებისმიერი წარმატება, როგორც ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, ისე საიქიო ყოფაში. ამრიგად ვემსახურებით რა ღმერთს, ვემსახურებით საზოგადოების ცხონებისათვის, ერის ცხონებისათვის, მთელი ქვეყნიერების და ეს განივრცობა მთელი ქმნილების ცხოვრებისათვის. ლიტურგიის საზღვარი არ არსებობს, ლიტურგია უსაზღვროა, ის მთელი ქმნილება არის ლიტურგიის ფარველობის ქვეშ, შეწევნის ქვეშ. მართალია პირველ რიგში ჩვენ როდესაც მსახურებას აღვასრულებთ ეს კაცობრიობისთვისაა, საზოგადოებისთვისაა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ის ყოველივეს მოიცავს და მთელი ქმნილებისთვის აღევსრულება ლიტურგია, მთელი ქმნილების ცხონებისთვის, მთელი ქმნილების სულიერი და მარადიული წარმატებისთვის. ჩვენ აქვე შევეცდებით ერთი მომენტი განმარტოთ, რაც ზოგჯერ გაუგებრობას იწვევს. რაც ახლა ვთქვით, ძალაუნებურად მამათაგან ამასთან დაკავშირებით შეიძლება ასეთი შემოპასუხებაც იყოს, რომ როგორ ჩვენ რომ ლიტურგიას აღვავლენთ წარმართებისთვის და რა ქრისტიანებისთვისაც ვითხოვთ ცხონებას. საპირისპიროდ ვკითხავთ, ვისთვის ვითხოვთ ცხონებას? თქვათ ქრისტიანებისთვის მხოლოდ. მაგრამ ღმერთმა რომ მთელი კაცობრიობა შექმნა, მთელი კაცობრიობა რომ ღვთისკნილება, აქ არის ასეთი დებულებითი პასუხი ეკლესიისგან. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ლიტურგიას აღვავლენთ, მთელი კაცობრიობის ცხოვრებას და ცხონებას ვევედრებით უფალს და გამოხატულება ნებისა სწორედ ესაა, რომ ყველა ცხონდეს, ცხონდეს ჭეშმარიტებაში, არა იმ უკეთურებაში და გაუკუღმართებაში, რაშიც ისინი იმყოფებიან, იქ ცხონება არ არსებობს, არამედ ცხონებაში შემოვიდნენ, ეკლესიაში შემოვიდნენ, მართლმადიდებლობის წიაღში შემოვიდნენ, აი ამისთვის არის ვედრება უფლისადმი მთელი კაცობრიობისათვის. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, კურთხეულ არის ღმერთი, რომელსა ყოველთა კაცთა უნებს ცხონებაი. უფალს მხოლოდ ერთი ჯგუფის ცხონება არ უნდა, უფალს მთელი კაცობრიობის ცხონება უნდა, მაგრამ უფლისმიერი ნება ამ შემთხვევაში იძულებითი არ არის და ამიტომაა, რომ მართალია უფალს ნებავს და უფლისმიერი ნება ყოვლის შემძლეა და დაუყოვნებლივ მოქმედი, მაგრამ მთელი კაცობრიობა მაინც არ ცხონდება, იმიტომ რომ უფლისმიერი ნება მაშინ გამოვა იძულებითი. უფლისმიერი ნება ყოვლის შემძლეა იმ მოვლენების მხრივ, რაც მოაზროვნე ქმნილებათა ნებას არ უკავშირდება. ესე იგი, მოაზროვნე ქმნილებების პიროვნულ არჩევანში, რაც არ შემოდის, იქნება ეს ანგელოზები, იქნება ეს ადამიანი, ამის მიღმა, რაც არის ყოველივე ეს უფლისმიერი ნებით მყისვე იმოქმედება. ესე იგი, არა მხოლოდ ნებავს ყველა ასეთ შემთხვევებში უფალს, არამედ მისი ეს ნებაც, როგორც ადრეც გქონდა ამაზე საუბარი, დაუყოვნებლივ საქმედ იქცევა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას ნებავს ყველა ადამიანის ცხონება და ეს საქმედ არ იქცევა. არ იქცევა იმიტომ, რომ ეს რომ საქმედ ქცეულიყო, მაშინ უფლისმიერი ნება ამ შემთხვევაში მძლავრებითი წესით, ეს დასკვნა უეჭველად ასეა, მძლავრებითი წესით შემოიჭრებოდა ადამიანის პიროვნულ ნებაში, გაუქმდებოდა ადამიანის პიროვნული ნება და მართალია ყველა ცხონდებოდა, მაგრამ ცხონებაც გაუფასურდებოდა, იმიტომ რომ იქ ადამიანის პიროვნულ ნებას ადგილი აღარ ეკნებოდა და არც ანგელოზისა. როდესაც თქმულია, რომ უფალს ნებავს ყველა ადამიანის ცხონება, ეს ჩვენ შეგვიძლია ზოგადად განვავრცოთ და აბსოლუტურად იგივე ჭეშმარიტება, რომ უფალს ნებავს ყველა გონიერი ქმნილების ცხონება. ყველა ანგელოზის ცხონება ნებავს უფალს და ყველა ადამიანის ცხონება. სხვანაირად ის ქმნილებებს არც შექმნიდა. შესაქმნის ერთადერთი მიზანდასახულობა სწორედ ცხონებისგან გზის გაკვლევა და უფალს ნებავს ყველა ცხონება. მაგრამ ეს საქმე არ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ აუცილებლად მონაწილეობს ქმნილების, გონიერი ქმნილების პიროვნული ნებაც. სწორედ აქ მონაწილეობს და ესაა ასპარეზი პიროვნული ნებისა, რომ ან ცხონება აივირჩიოთ, ან ცხონებისგან მივდრკეთ, რაც წარწმენას უდრის. თუ აქაც არ ექნებოდა ასპარეზი პიროვნულ ნებას, მაშინ პიროვნული ნების სხვა გამოვლინება არსად არ არსებობს და ეს თვისება, როგორც ასეთი ყველაზე აღმატებული და საღვთო და ღვთისადმი ხატოვნების განმაპირობებელი თვისება გაუქმდებოდა ადამიანშიც და გაუქმდებოდა, რა თქმა უნდა, ანგელოზშიც. მაგრამ მაშინ თვით ქმნილებები, ანგელოზისა და ადამიანიც გაუქმდებოდნენ. ამიტომ, როგორც წმინდა იოანე დამასკელი შესანიშნავად გვასწავლის თავის ცნობილ კატეხიზმოში,
უფლისმიერი ნება ყოვლის მოქმედად და მყისვე საქმედ ქცევით ვლინდება ყველა ისეთ მოვლენაში, რაც ჩვენი პიროვნული არჩევანის მიღმაა, მაგრამ რაც ჩვენს პიროვნულ ნებაზეცაა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში უფლისმიერი ნება ჩვენს წინაშე მიმართულებას იძლევა, გზას და გვისახავს, კარიბჭეს გვიხსნის საკუთარი ნებისკენ ქმნილების წამოსასვლელად, ამ ნების წიაღში შესასვლელად, მაგრამ ძლავრებითად ამას არ აღასრულებს, შემოთავაზება, ხმობა სიკეთისკენ უფლისმიერი ნება ასეთ შემთხვევაში და საქმედ ეს ნება მაშინ აღსრულდება, თუ ჩვენი პიროვნული ნებაც აღირჩევს უფლისმიერი ძახილის კვალზე მიყოლას, საუფლო ნებას შეუერთდება და აი ეს შეერთება ორი ნებისა, უფლისმიერი ნებისა და ადამიანური ნებისა, რა თქმა უნდა, აღასრულებს ადამიანის და იგივე შეიძლება ითქვას ანგელოზის, რა თქმა უნდა, ცხონებასაც. თუ კი მოხდება ისე, რომ ჩვენი პიროვნული ნებით განვეშორებით უფლის ნებას, განვუდგებით მას, რა თქმა უნდა, უფლის ნებისგან განშორება და იგივე უფლისგან განშორება, ანუ ცხოვრებისგან, სიცოცხლისგან, მარადიული ნეტარებისგან განშორება, იგივე მარადიული წარწმენა და მარადიული უკეთურება და მარადიული დაღუპვაა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესიური სწავლებით ლიტურგია ნებისმიერი ღვთისმსახურებითი გამოვლენა, თუნდაც ჩვენი პირადი ლოცვა ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, არსებითად მთელი კაცობრიობის ცხონებისთვის აღესრულება არა იმიტომ, რომ კაცობრიობის ყველა წევრი ცხონდეს იმ უკეთურებით, რაშიც ის იმყოფება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რა ნიშნითაც საკუთრივ უფალს, რომელსაც ჩვენ უნდა ვბაძავდეთ ყველა ქმედებაში, ყველა ადამიანის ცხონება სურს. უფალს ყველა ადამიანის ცხონება სურს ჭეშმარიტებაში და ასევე ჩვენც ყველა ადამიანის ცხონება უნდა გვინდოდეს ჭეშმარიტებაში. ცხონების საფუძველი სხვა არ შეიძლება იყოს, ცხონების საფუძველი სწორედ ჭეშმარიტებაა, სწორედ გამოცხადებითი მოძღვრების წიაღია, ახალშობის, ემბაზისგან ახალშობის და ახალშობილობის მადლის დამცველობისა და თუ გაუწმინდურ და ხელახალი განახლების ნათლისღების საინულოს ძალით წიაღია, აი ამ წიაღში შემოსულას უდრის ჩვენი სურვილი მთელი კაცობრიობის ცხონებისა. ჩვენც ყველა ადამიანის ცხონება უნდა გვინდოდეს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ადამიანი, რომელსაც მთელი ყველა ადამიანის ცხონება არ უნდა, ის არ არის ქრისტიანი, ის არ არის საეკლესიო სულიერების წევრი, ის განდგომილია ღვთისგან და პირველ წარწმენილი სწორედ ასეთი ადამიანია. ჩვენ ყველა ადამიანის ცხონება უნდა გვინდოდეს ოღონდ ჭეშმარიტების წიაღში. აქ მეორე მხარიცაა, როდესაც ამას ვამბობთ, რომ ყველა ადამიანის ცხონება გვინდა, იგულისხმება ორი მომენტი. ერთი პირველი ყველა ცოცხალი ადამიანისა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სიკვდილამდე ჟამი დარჩენილი და თუნდაც ძალიან მცირე მონაკვეთი რჩებოდეს, უფლისმიერი გულმოწყალება ისე იმდენად უხვია და დიადია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებლობა მაინც აქვთ დარჩენილი. ჩვენ ვიცით, რომ ავაზაკმა ბოლო წამს მოინანია და ცხონდა. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვევედრებით უფალს მთელი კაცობრიობის ცხონებისთვის, ვევედრებით ცოცხალი, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მყოფი ადამიანებისთვის, რომელსაც კვლავაც ხრჩებათ საშუალება და შესაძლებლობა ეკლესიაში შემოსვლისა, მონათვლისა, ახალშობისა და ჭეშმარიტების წიაღში დამკვიდრების. ეს ერთი მხარე. და მეორე მხრივ ვევედრებით აგრეთვე იმ გარდაცვალებულთათვის მხოლოდ, რომელთა ხვედრი ჩვენთვის გაურკვეველია. და ამაზე ჩვენ სხვა დროსაც ვისაუბრია და მომავალშიც ვისაუბრებ. იმ მონათლულ ქრისტიანთათვის, ესე მონათლობა და ქრისტიანობა მოგესალმებათ არკმარა ცხონებისათვის, ის მონათლულობის ნათლისღების მადლი ადამიანმა ან უნდა შეინარჩუნოს, ან და თუ შერყნა სინანულის ძალით უნდა განიახლოს. და თუ მონათლულმა ადამიანმა უკეთურებაში დაასრულა თავისი ცხოვრება უნანელად, ის არათუ არ ცხონდება, არამედ მოუნათლავზე მეტად წარწმდება, უკეთურებაში მყოფზე მეტად წარწმდება, იმიტომ რომ მან სიკეთე მიიღო და ეს სიკეთე შებილწა და შერყნა. ამიტომ აქ მონათლობაზე აქცენტი მხოლოდ იმ გაგებითაა, რომ უნათლავის საერთოდ ვერ ცხონდება ეკლესიური სწავლებით, იმიტომ რომ მას ცხოვრება ჰქონდა, სიცოცხლე ჰქონდა ამ ქვეყნა და მან არ იღვაწა ნათლობისთვის, მაგრამ მონათლულთაგან ყველა არ არის ცხონებული. ამიტომ ნაწილის ხვედრი ჩვენთვის გაურკვეველია, ბევრი რამ დაფარული ადამიანის თვალისთვის და ამიტომ ვევედრებით რა უფალს კაცობრიობის ცხოვრებისთვის, სწორედ ეს ნაწილი იგულისხმება ამავე გარდა იმ მთელი ცოცხალი კაცობრიობისა. იგულისხმება გარდაცვალებულნიც, ოღონდ გარდაცვალებულთაგან მხოლოდ ის ნაწილი, რომლებიც არც მარადიულად წარწმენადია
იმიტომ რომ ნათლობა მიღებულნი არიან, მაგრამ ამ ნათლობის მადლი მათ როგორ შეინარჩუნეს, ნათლობის შემდგომ როგორ იღვაწეს, ეს ჩვენთვის ცხადი არ არის. მათი ხვედრი ჩვენი თვალისთვის გაურკვეველია და ვედრებაც აღესრულება ღვთის წინაშე. აი ეს ორი ნაწილი იგულისხმება აუცილებლად ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანის ცხონება გვინდა. შეიძლება მეორე მხრივ დაისვას ასეთი კითხვა, კი, მაგრამ აქ ხომ არ არის რაიმე წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ვევედრებით რა უფალს მთელი კაცობრიობის ცხონებას, ყველა გარდაცვლილის ცხონებას არ ვევედრებით. რატომ არ ვევედრებით? თუნდაც ესე იგი ისეთი ნაწილის ცხონებას, რომლებიც ეკლესიური სწავლებით წარწმენაში არიან. არ ვევედრებით, იმიტომ რომ ეკლესიური სწავლებით არც ერთი ჩვენი მოქმედება, არც ერთი ჩვენი მსახურება არ შეიძლება იყოს ფუჭი, არ შეიძლება იყოს ნაყოფის არ მქონე. იმიტომ ეს თავისთავად ცოდვაა. ნებისმიერი ფუჭი ქმედება, ნებისმიერი უნაყოფო ქმედება თავისთავად ცოდვად ითვლება ეკლესიის მამათა შორის. და როდესაც გვაქვს ეკლესიური რჯულდება იმისა თუ წარწმენაში ვინ მიდის და ამ წარწმენაში მრავალია წასული და მაინც მათ შესახებ ვევედრებით უფალს, ეს სრულიად ფუჭი ქმედება, იმიტომ რომ ისინი წარწმენილნი არიან, უფლისგან არ ცხონდებიან და ჩვენეული ვედრებაც ყოველგვარი ნაყოფის გარეშე იქნება გაფანტული. ამიტომ ნებისმიერი მსახურება ღვთის წინაშე ყოველთვის აზროვნების, გონიერების, ნაყოფის მქონეობის საფუძველზეა დამყარებული აუცილებლად და ყოველგვარი ფუჭი ამაო ქმედება ღვთისმსახურებისათვის სრულიად უცხოა. პირადი ლოცვაც გარკვეული აზრი, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებაში შედის. აქ ესე იგი ეს განმარტება მაინც ჩავთვალეთ საჭირო და აუცილებელი იყო, როდესაც ვამბობდით, რომ აღვასრულებთ რა ლიტურგიას, მთელი კაცობრიობის ცხონებისთვის აღვასრულებთ მას. რა იგულისხმება ამაში, რატომ გვსურს ჩვენ მთელი კაცობრიობის ცხონება და მთელ კაცობრიობაში რა შინაარსი ჩაიდება, ამას ეხებოდა ჩვენი ზემორე განმარტება. გმადლობთ ყურადღებისათვის.